ჩაერთვება თუ არა ამერიკა, ისრაელი, ირანის კონფლიქტში? იმას მოუწევს რეგიონულ ომში დიდი ხნით ჩართვა. ისრაელმა თავისი საქმე გააკეთა. და აი ეს პერსპექტივა გაშინებთ თუ არა? ისრაელში არ თulis საზოგადოება, რომ რაღაცა რეგიონული ომის საფრთხე შეიძლება დადგეს. ხამენეის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციაც არ იქნება მათთვის ძალიან რთული ამოცანა. თუ დადასტურდა, რომ ხამენეი წავიდა ომანში. არის ამის ნიშნები? ირანის სტრატეგიული დოკუმენტი პირდაპირ გეუბნება, რომ ვერ იარსებებს ისრაელის სახელმწიფო, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ქვეყნის არსებობას. არის თუ არა ეს მყისიერი საფრთხე? ანუ რეგიონში პროცესები კონტროლიდან გავიდეს ძალიან მაღალი არის. აი ქაოსის ნიშნები რა იქნება? ეს იქნება პირველი ნიშანი იმისა, რომ რეჟიმმა დაკარგა რწმენა. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვკამათობ. რა კარტი უჭირავს დღეს ირანს ხელში, ხო? ძალიან ოპტიმისტური ხედვა და ნეტა მართლაც ასე მოხდეს.